ქრონიკა 17 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდება გარემოს დაცვის მინისტრმა ბათუმის ნაგავსაყრელი და მდინარე ჭოროხზე მშენებარე ჰესი მოინახულა. ხათუნა გოგალაძე მაჭარის რეგიონში ორდღიანი ვიზიტის პარგლებში ქობულეთის უნიკალური დაცული ტერიტორიაც დაათვალიერა. ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს და კოლხეთის ეროვნულ პარკს უკვე 16 წელია საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიის სტატუსი აქვს მინიჭებული და დაცულია რამსარის კონვენციით. აჭარაში ვიზიტის პარგლებში გოგალაძე აჭარის მთავრობის, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს, ასევე რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს ამ კონვენციის, რამსარის კონვენციის მხარე, რომელიც ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის კონვენციას წარმოადგენს, მისი მხარეა 96 წლიდან. ამ დღის აღნიშვნა ქვეყანაში ხდება 97 წლიდან და მე ძალიან მიხარია, რომ თანდათან უფრო ისეთ მასშტაბურ ხასიათს იღებს, რაც გაზრდის ცნობიერებასაც საზოგადოებაში და მეორე მხრივ თვითონ დამოკიდებულებას ჭარბტენიანი ტერიტორიების მიმართ. უნიკალურობა ქობულეთის დაცული ტერიტორიების გამოიკვეთება იმითაც, რომ როცა ჩვენთან უცხოელი მეცნიერები ჩამოდიან, ამ ტერიტორიას გეოგრაფიულ სასწაულს უწოდებენ, იმიტომ რომ ჩვენ ტერიტორიაზე არის ისეთი მცენარეები, რომლებიც ტუნდრის და ტაიგის, აი ციმბირში რო ეს ტერიტორიები ისეთ რეგიონებს ახასიათებს.